მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ რას არ ელოდებთ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. დღეს რაღაც მომინდა ამეღო კლასიკა. ყოველთვის კლასიკაზე უფრო ძირითადად რა თქმა უნდა პირად კონსულტაციების დროს მუშაობ. მაგრამ დღეს რაღაც ამოითხოვა ალბათ, იმიტომ რომ ეხლა იწყება ახალი კურსის ახალ კურსს ვიწყებთ ჩვენ ხო და ამიტომ თუ ვინმეს გაინტერესებთ სწავლა, მობრძანდით. აბა ვნახოთ გვენი სიგნიფიკაცია, ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა. რა ენერგიებში მყავხართ გვენ. ოი. სხვათა შორის ძალიან კარგი ენერგია, მაგრამ რას ეხება გეტყვით ახლა მე თქვენ. აქ ახლა იქნება რამდენიმე ვარიაცია და რატომ. პირველ რიგში, აი აქ თქვენ რაღაც თუ გქონდათ გაუგებრობა ურთიერთობაში, აუცილებლად ეს სიტუაცია უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ახლა ნახეთ რა ხდება. არის რაღაცა მომენტი, შეიძლება თქვენ აი დაუშვოთ ახლა უყურებდეთ თქვენ ურთიერთობას, როგორ იცით, არის და არის, მიყვარს და მიყვარს. აქ შეიძლება ურთიერთობა ესეთი იყო, რომ თქვათ ადამიანი მიდიოდა, მოდიოდა დაუშვოთ, ხო? მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონდათ, იმიტომ რომ ეს ელოდებოდეთ დაუშვოთ, თქვენ გინდოდათ რომ ყოფილიყო რაღაცა წინსვლა, რაღაცა მინდა რომ სიტუაცია განვითარდეს, მინდა რომ რაღაცა შეიცვალოს და ამიტომ აი აქ ეხლა გაქვთ პერიოდი ამ წუთში იმისი რომ რა გავაკეთო, აი თითქოს გამოვიღვიძე, გამოვფხიზლდი და ეხლა ვფიქრობ რომ რაღაც არ მომწონს მე ის რაც ხდება. მე მინდა რაღაცა შეიცვალოს ჩემს ურთიერთობაში რამე. მე მინდა რომ რაღაცა სხვანაირად იყოს ეს სიტუაციები რა. აქ შეიძლება იყოს კიდევაც საქმიანობაზეც არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დიდი ხანია ფიქრობდით რაღაც ესეთ თემაზე, აი მინდა რომ სტაბილური სამსახური მქონდა, ან საქმე, რომელიც მე დაუშვოთ მომწონს, რომელიც თქვათ იქნება ჩემთვის აი სხვანაირი რაღაცა ახალი მინდა ვისწავლო. ისეთი რაღაცა, რაც მე მომიტანს კიდევაც სიამოვნებას, ჰარმონიას, რომელიც მე მომცემს აი ანუ ის რაც მე მინდა გავაკეთო და შეიძლება თქვენ ამ შემთხვევაში ხარ ძიებაში რა, ამ თქვენი საქმეს. იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორ არის, უკვე თქვენ ნაფიქრებელი გაქვთ. აი რაღაცა აი ეს მინდა, მაგრამ აი უკვე ეხლა შეიძლება даже იწყებ თქვენ რაღაც ნაბიჯებს, მაგრამ მაინც აი თან როგორი მომენტია, იცით რომ აი თითქოს აი აქამდე რატო არ მიფიქრია, აქამდე რატო არ მქონდა ეს აზრი, აქამდე რატომ არ ვეძებდი მე იმას, რაც მე მინდა და ზოგისთვის პირიქით იქნება როგორი თემა, ხო პირიქით კი არა დამატებით თუ შემიძლია ვთქვა, რომ ანუ გავიღვიძე და მივხვდი რა მინდა რომ ვაკეთო. მე ვიპოვე ჩემი საქმე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან როგორი მომენტი, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს აწეცნობიერებს იმას, რომ მე მინდა ვიყო დაკავებული იმ საქმით, რომელიც მე მომწონს, რომელიც მე მომცემს წინსვლას, რომელიც მე სხვა გზაზე წამიყვანს. აი ესეთი სიგნიფიკაცია რა თქვენთვის ჩემო ლამაზებო, თუ თქვენი თავი იცანით, ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ რას არ ელოდებით თქვენ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ცოტა გრძელი გაშლა არ მგონია იყოს, იმიტომ რომ საახალწლოდ ახლა ისვენებ და ცოტა რომ გაერთოთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? აბა ვკითხოთ ჩვენ ახლა ტაროს. რას არ ელოდებით, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება აი ამ დღეებში შეიძლება მაქსიმუმ აიღეთ ახლა ამ თვის ბოლომდე. აი ეს საახალწლო პერიოდი ხო არის ახლა. რას არ ელოდებით, მაგრამ ხო. ჩემო კარგებო, რა უნდა გითხრათ მე თქვენ აქ. რას არ ელოდებით, თქვენ და არ ელოდებით იმას, რომ ნახეთ, ახლა გეტყვით რა მაგარია თემა. აქ მაღალი ძალები, ნახეთ რას გიგზავნიან თქვენ. შეიძლება თქვენ ძალიან ბევრს მუშაობდით. რაღაცას აკეთებდით, რაღაცას შეიძლება სწავლობდით და აი ეხლა აი ნახეთ მაღალი
ძალები, რას გეუბნებიან? ნაკადში შეყავხარ. კიდე, ნახეთ, აი აქ შეიძლება თქვენ აი აქ ახალ მომავალზეც ფიქრობდეთ. ნახეთ, ცხოვრობდით ისეთ პერიოდში, სადაც იყო თითქოს რაღაცა ერთი და იგივე. მე ვერ გეტყვით, რომ აი დაუშვათ ახლა გქონდათ ანუ ცუდი ცხოვრება, ხო? და ახლა არიქ გაიღვიძეთ და ახლა მიდიხართ არა. მინდა გავაუმჯობესო, აქ რაღაცა ახალი და ისეთი ახალი, რაც მე მომწონს და მიხარია. მაგრამ აი აქ თქვენ ამისათვის რაღაცას აკეთებდით და აი ზუსტად თქვენ არ ელოდებით, მაგრამ აი ისეთი ნაკადი წამოვა გაგიჟდებით. მოგივათ რაღაცა ახალი ინსაიტები ყველა ვარიანტში. ეს ინსაიტები მოგიტანს თქვენ ბევრ ფულს. მიხვდით? აი თითქოს აი ნახეთ, კარები გაიღო. აი შეხედეთ, კარები, მაღალი ძალები გიხსნიან შენ კარებს. და შენ არ ელოდები, მაგრამ ეს იქნება. ეს არის ნახეთ, კიდე შეიძლება იყოს სამსახური, იმიტომ რომ აქ შეხედე, აქ და იმიტომ რომ რა არის, იცით? კიდე ნახეთ, ნაკადში შევედი და უკვე დამიწყო ასარეულობა. ნახეთ რა ხდება. აქ ადამიანი რაღაცას აკეთებდა. ეს კარტე, აი საერთოდ ზრვიანი პენტაკლები საჩვენებს იმას, რომ ადამიანი ბევრს მუშაობდა, აქ მუშაობდა, რატო ვამბობდა, არა ხა სამომავლოდ ვიძახეთ ჩვენ, ხო? ანუ რას არ ელოდები, მაგრამ აუცილებლად მოხდება, ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ნახეთ რა ხდება. შენ აკეთებდი რაღაცას, ეს ბევრი ქმედება, საქმე, რაღაცას ვაკეთებ, დროს ვდებდი რაღაცაში მე. და ეხლა უკვე ამაზე პასუხი მოდის. აი შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, ვაიმე, ამდენ შრომობ, ამდენ სწავლობ, ამდენ რამეს ვაკეთებ, ამდენ რაღაცას ვცდილობ, თქვათ, აი ის, მაგრამ ნუ არაფერი არ ხდება. ხო? ნუ კი არის, თქვათ, მაგრამ აი ამას არ ელოდებით, მაგრამ თქვენ მიხვდებით ისეთი ნაკადი შემოვა თქვენთან, ისეთი სიტუაციები გადაიჭრება, რომ თქვენ მიხვდებით, რომ ღმერთო, რა კარგი, ანუ მე ტყუილა არ ვაკეთებდი რაღაცას, იმიტომ რომ ნახეთ, გამოვიღვიძე და აი თითქოს აი გამოვფხიზლდი რა, რა ვიცი მე. მაგრამ აი აქ გეუბნებით, ეს არის სასწაული. შეიძლება ბევრი სამუშაოც გქონდეთ, ან ახალი სამსახური, რომელიც მოგიტან თქვენ კარგ შემოსავალს, ყველა ვარიანტში რა. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, იჯეკით თქვათ, უმუშევარი დაუშვათ და ეძებდით ხო სამსახურს და ან ფიქრობდით, რომ რაღაც ახალი საქმიანობა მინდა დავიწყო. ყველა ვარიანტში იქნება ეს სამუშაოც იქნება, ანაზღაურებაც იქნება კარგი, აი აქ თითქოს გაიმარჯვე შენ და გაძლევთ ახალ შანსს. აქ დიდი ფული მოდის, დიდი ნაკადის ფული. თქვენ ამას არ ელოდებით, მაგრამ აუცილებლად ეს შემოვა. ეხლა ნახეთ, დიდი ფული მოდით ასე მე ადრეც ახსნილი მქონდა ბევრჯერ ეს მომენტი, შეიძლება ზოგისთვის 1000 ლარი იყოს დიდი ფული, ზოგისთვის მილიონიც არის ცოტა. ამიტომ არის საჯარო გაშლა. უბრალოდ ენერგიების და მიხედვით მე შემიძლია გითხრათ, რასაც თქვენ აკეთებდეთ, რასაც თქვენ დებდით დროს, თქვენს ენერგიას, ხო? რასაც თქვენ აი სულ მუშაობდეთ, აი ამაზე მიიღებთ ძალიან მაგარ ანაზღაურებას. იმაზე მეც ვიდრე გქონდათ. ან მიიღებთ აი საჩუქრებს მიიღებთ მაღალი, სამყაროდან რა, ასე რომ დავარქვათ, ბედისგან თუნდაც, ხო, როგორც გინდა დაარქვით, იმიტომ რომ აქ თქვენ რაღაცას აკეთებდით. შედეგი გექნება თან ისეთი ვაუ შედეგი. მიხვდეთ? იმიტომ რომ ამას არ ელოდებით. თქვენ შეიძლება ფიქრობთ ახლა დაუშვოთ, აი ნახეთ, არის რაღაცა მომენტები, რომ აი ან გაიხსენეთ, რომ იყო რაღაცა მომენტი, რომ თქვენ ახლა ფიქრობდით, რომ აი ახლა იქ რო წავალ, ესეთი ლამაზი რაღაცა იქნება, ასე და მე მიდიხარ და იქ არის აი საერთოდ აი ესეთი რაღაცა, რომ აი გაოცებული ხარ, არა კი ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ნუ ამ დონეზე ნამდვილად ვერ წარმომიდგენი. აი ეგეთი რაღაცა არის აქ ჩადებული რა. როცა რა გითხრათ. ძალიან გმაყოფილი იქნებით და ძალიან გაგეხარდებათ. იმიტომ რომ თქვენ დებდით ბევრ ენერგიას ამაში, დებდით და ნამდვილად აი შედეგს დაინახავთ.
გაიგეთ, აი თან ისეთ შედეგს, რომელიც თქვენ აი ნამდვილად გაგიტყვირდებათ. იტყვით რომ ღმერთო ახლა კი ვიცოდი რომ მაგრამ ასე და კიდე მოდით ვნახოთ, ახლა კიდე რას არ ელოდებით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. რას არ ელოდებით და მოხდება. ნუ აქ შემიძლია დავხურო უკვე გაშლა, ხო გითხარით მოკლე იქნება, იმიტომ რომ ნახათ, ნუ პრინციპში აქ ახლა ყველაფერი გასაგები არის ისედაც რა. ხო კარგად ჩანს მე მგონი კი. ეხლა ნახეთ, რა თქმა უნდა, აი თქვენ ეხლა იცით როგორ არის? აი აქ აი ეს არის სიგნიფიკაცია ძალიან მაგარი არის. რატო გეტყვით? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეიძლება ახლა კიდე გავიმეორონო, ეს უკვე რა ვიცი, ზოგჯერ ადამიანს ახლა აჯერ უნდა გავიმეორო, რომ გაიგოს რა ხდება. და თან ახლა მე შევედი ძალიან მაგარ ნაკადში. ნახეთ, ახლა თვითბედი ჩართულია რა. ესე იგი, კიდევ გიმეორებ, აქ ვისთვის არის ეს გაშლა? თუ თქვენ არც ფიქრობდით იმაზე, რომ რამე გინდათ შეიცვალოს, თუ თქვენ არც ფიქრობდით, არაფერს არ აკეთებდით, თუ თქვენ არც ვითარდებოდეთ, არც არაფერს სწავლობდით, აი არაფერი, ეს არ არის თქვენი გაშლა. ეს გაშლა არის უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა აკეთებდა. კი, ქონდა რაღაცა თავისი სამსახური, კი, ქონდა რაღაცა თავისი, თქვა, სახლი, რა ვიცი, რაღაცა თავისი, რაღაცა ქონდა, მაგრამ ადამიანი ფიქრობდა, ოცნებობდა უფრო მეცე. მიხვდით? და უკვე აი აქ გადაწყვეტილება მიიღო, მე არ მინდა როგორც ყველა, როგორც აი საზოგადოება არის, მე არ მინდა როგორც ყველა ცხოვრობს, მე მინდა ჩემი გზა. ისეთი გზა, სადაც მე შემხვდება ჩემი ახალი ბედნიერება, ეს არ არის მხოლოდ თქვა ხა სიყვარული, ორიანი დასების არის, როცა ახალი შეგრძნებები. ანუ შეიძლება შევხვდე ჩემ ახალ რეალობას, ეს მინდა მე არ მინდა როგორც ყველა. ამიტომ აქ ვეუბნები, რომ ეს დასრულდა ეს პერიოდი, შენ არ ელოდები, შენ აზრზე არ ახარ, მაგრამ ისეთი დაჯილდოებას მიიღებ შენ აქ, რომ აი საერთოდ იტყვი, რომ ღმერთო, ეს რა ხდება? ეს რა ხდება ჩემ ცხოვრებაში? მე ნამდვილად თუ ასეთი ცვლილებები იქნებოდა, ნუ არ ვიცი. თუ დაუშვოთ თქვენ აი საბუთებზე პრობლემა გქონდათ, ხო და თქვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. აი ეს დასრულდება ეს პერიოდი და მაგრად შეიცვლება. აქ თითქოს აი წარმოიდგინეთ რევოლუციასავით რა მოხდება ისეთი რამე, რასაც თქვენ ჯერ შეიძლება არც იცით. აი არც იცით ნამდვილად, მე აი გიხოცებით რა, მე დაწერე, დაუბრუნდეთ ამ ვიდეოზე, დაწერეთ რა მოხდება, აი ნუ ერთი თვე ავიღე მე, ხო? იმიტომ რომ პრინციპში აქ შემიძლია იგით, აქ რაღაცა დასრულდება და ახალი იწყება. ახალი, რაც დაიმსახურა და დაიმსახურა კი გვაჩვენეს ჩვენ რა დაიმსახურა შენ. გამიგეთ? რაღაცა რთული პერიოდი მიდის რა. ნუ კარმა და ის ხო 10%-იანი თქვენ აქ დაამთავრეთ, რაღაცა მძიმე კარმული გაკვეთილები დაასრულეთ. აი ეს როგორი თემა იცით? აი ამოვისუნთქე, მადლობა ღმერთო, რომ უკვე всё რა დასრულდა და უკვე შემიძლია თქვა, ეხლა დავიწყო ჩემი ახალი გზა. ანუ ადამიანი რომ ნუ აი წარმოიდგინეთ როგორი თემა იცით, რომ ადამიანი ცხოვრობს, ნუ მუშაობდა ძალიან ბევრს რაღაცებს აკეთებდა მთელი ცხოვრება, გადის პენსიაზე, მაგრამ ეს პენსია კი არ არის ახლა როგორც საქართველოში 300 ლარი თუ რამდენია. აი 300.000 ლარი. მიხვდით? და ანუ ეს უბრალოდ შედარებას იმიტომ ამას ვაკეთებ, რომ აი ამოვისუნთქე და ჩემი შრომა დაფასდა. გამიგეთ? აქ მართლა შეიძლება ვიღაცა წავა პენსიაზე, მაგრამ სრულიად მოულოდნელად. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ არ არის ახლა ისეთი ცუდი თქვათ თქვენთვის. და კიდე მოდით ავიღოთ კიდე ერთი რას არ ელოდებით, მაგრამ ის აუცილებლად მოხდება. ჩემი საყვარელი არკანი. აი ეს არის თქვენი, აი აქ ხო გითხარით, აქ აი რატომ მიყვარს კოშკი? ყველაზე ძალიან მიყვარს კოშკი და რატო? იმიტომ რომ ეს არის ესეთი პერიოდი, ესეთ რამეს აჩვენებს, როცა რაღაცა აი ნუ აქ ყველა მთელი გაშლა მაგაზეა. მთელი გაშლა მაგაზეა, რომ არის რაღაცა პერიოდი, რომელიც ჩვენ უკვე დავასრულეთ, ჩვენ გვაქვს რაღაცა ერთგვარი გამოცდილება, ხო?
და აი ეს გამოცდილება თქვენ გამოგადგებათ მომავალშიც, ნახეთ? და ზუსტად ისე შეიცვლება თქვენი ცხოვრება, რომ გაგიკვირდებათ. საერთოდ შეიცვლება, თუ სტაგნაცია იყო, თუ რაღაცა არ ხდებოდა, თუ ზოგი სხვათაშორის დაამთავრებს აი აქ სრულიად მოულოდნელად ემიგრაციას. აი დაუშვით რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი მოხდება, რომ იტყვით რომ მორჩა და ვიღალე აღარ მინდა, მე მინდა წავიდე ჩემთან, აი შეიძლება სახს შეიძენთ, აი დაუშვით თქვენ იყავით იმისთვის რომ სახლი უნდა გიყიდათ, ხო, დაუშვით, ხო? ან რაღაცისთვის გინდოდათ ფული. აი უკვე იტყვით რომ მორჩა არ მინდა. არ მინდა, მე მივდივარ ჩემ ახალ გზაზე. მე მაქვს ეს გამოცდილება, მე მაქვს ეს რაღაცები და აქ უკვე ნახეთ, ნუ აქაც ხო ვთქვით ჩვენ რომ ესე იგი რაც იშრომეს თქვენ ის ფინანსები თქვენ გამოგადგებათ, თუ დაუშვით თქვენ გააქვთ რამე უკვე მოგროვილი თანხები, იმისათვის რომ თქვენ დაიწყოთ თქვენი ახალი ცხოვრება. გავიგეთ? აი ეს არის ძალიან მაგარი არკანი, რომ აი თუ დაუშვით იყო რამე ფიქრები გქონდათ, ხო, რომელიც აი რაღაცა არ გამოდიოდა, ხო? რაღაცა სტაგნაციური მომენტები იცვლება, ძალიან მაგრად შეიცვლება, ისეთი გახარებული იქნებით, რომ რა გითხრათ რა. კი, აი ახალი გზა ნახეთ. თქვენი ახალი გზა. იმიტომ რომ უკვე თქვენ გადაწყვეტილება მიიღათ რომ მორჩა რა, ანუ აქ მე უკვე ყველაფერიც ვისწავლე, აქ მე უკვე ყველაფერიც გავაკეთე და უკვე ახალი გზა. სხვათა შორის აქ შეიძლება მოხდეს როგორი მომენტი, იცით, რასაც არ ელოდებით, მაგრამ აუცილებლად მოხდება კიდე. ერთი წამეთ, აბა ეს რას მეუბნებით? ერთი წუთით აქ რაღაცა ურთიერთობაზე მეუბნებიან. შეიძლება კიდე ვიღაცასთან იქნება როგორი თემა. გეტყვით ეხლა ამ თემას მე თქვენ. ნუ ნახეთ, შეიძლება თქვენ გადაწყვეტილებას აქ მიიღებთ, რომ ურთიერთობა რომელიც თქვენ ნუ დიდი ხანი კი არის, მაგრამ თქვენ რაღაც სხვა აი ჩიხში ახართ შესულები რა, მოდით ასე ვთქვათ რა. უყურებთ, გეგმავთ და სულ და ადამიანი მაინც არ იცვლება, არაფერი არ იცვლება ადამიანი, როგორც იყო ცივი კი ისეთი არის. ეხლა ვაფშე შეიძლება კიდევაც აი ძალიან სიუხეში შეიძლება თქვა დაუშვოთ ეხლა იმაშვება რა ქვია. აი ნუ არ იქცევა ისე როგორც თქვა საჭირო რა, მოდით ასე რომ თქვა რბილად. და აქ როგორი მომენტი არის, იცით? კი გაქვთ თქვენ გრძნობა მაგ ადამიანის მიმართ, მაინც გაქვთ, მაგრამ უკვე რაღაცა ეჭვებში შედიხართ რა. მივცე შანსი, ადაველოდო, თუ ისევ თავს ვატყუებ და რა მოხდება? რა მოხდება? გოგოებო, აი აქ გეუბნებით თქვენ შეიძლება სრულიად თქვენთვის მოულოდნელად გადაწყვეტილებას მიიღებთ და მიატოვებთ ამ ურთიერთობას, კი. და იმიტომ რომ აი всё, ეს იყო ბოლოში. იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელსაც თქვენ ჯერ არ იცნობთ, მაგრამ ის ადამიანი გახდება თქვენი ნამდვილი იმპერატორი. აქ არ იცნობთ, იცოდეთ. ნუ ახლა საჯარო ინფორმაცია შეიძლება ზოგი რამე არ იზონირდებათ, იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი თემა. აქ ახლა თქვენ შეგიძლიათ ახლა ლოდინი ადამიანის, რომელიც არაფერს არ აკეთებს, რომელიც არ ცხოვრობს შენი ცხოვრებით რა დონეზე თუნდაც, რომ მოგიკითხოს, ანუ როგორ ახარ, როგორ იყო შენი დღე, რამე ხო არ გჭირდება, კაცის მზრუნველობა ცოტა სხვანაირია, იცით? ანუ არ აინტერესებს თქვათ, ვაიმე რა ცუდი სიტყვები მოდის, ვის ქვეშ ხარ და ვის ზევით, ნუ ამაპატიეთ, ახლა ხო იცით ჩემი ახლა ქართული რაღაც რაც მომდის, იმას გეუბნები. ამიტომ აი ესეთ ადამიანი თუ გავა ისი დღე რომ ადამიანი ერთხელაც არ დაინტერესდება შენი ცხოვრებით და ეს გრძელდება სულ ნუ იცით რა არის? აქ თვითმოტყუება ძალიან მაგარია, შეგიძლია თავი ატყუოთ აი უსასრულობამდე.
არა იცი რა ვაინტერესებ, უბრალოდ საქმე აქვს. ნუ უბრალოდ დაკავებულია. უბრალოდ რაღაცა და სულ გამოდმივად რომ ელოდო, როდის მოიცლის ის შენთვის, ხო? ხან პეტრე, ხან პავლე და შენი ადგილი სად არის? აქ შენი ადგილი არ არის, შენ სულ მოლოდინში ხარ. როდის მომცემენ, როდის მომწერს, როდის გამოჩდება, როდის გამოხატავს თავის სიყვარულს, როგორც ჩამსავს მე თავის გრაფიკს, ხო? უნდა არ უნდა, სულ გაქვთ უკვე მაგისი ფიქრები. ვაფშე ვჭირდები, არ ვჭირდები. მიხვდით? ეს უკვე თქვენ, აი კიდევ ცოტაც და თქვენ ამ სიტუაციას მოერევით. თქვენ დამშვიდდებით ამ სიტუაციაში, დამშვიდდებით და ადგებით და წახოთ. სხვადასხვა მე დარწმუნებული ვარ, ძალიან, ნუ ეს არის აქსიომა პრინციპი, ბევრჯერ მithქვამს, რომ ეზოტერიკაში ხშირ შემთხვევაში მოდიან აი ასეთი ურთიერთობების მერე, როცა თქვათ რაღაცას ვერ ვიღებ მე იმ ურთიერთობიდან, რა ურთიერთობ, ნუ რაც მინდა დაუშვოთ, ხო და უფრო მეტი კითხვები მაქვს, ვიდრე პასუხები. უფრო მეტი კითხვები მაქვს, ვიდრე პასუხები და ამიტომ მე უკვე ადამიანები, ნუ შემოდიან ძალიან ბევრი ეზოტერიკაში, იმიტომ რომ ნუ ვერ ხსნიან, ვერც აქედან, ვერც იქიდან და თვითონ ხდებიან ძალიან კარგი ეზოტერიკოსები, იმიტომ რომ მე უკვე, ნუ ყოველ შემთხვევაში ხა ჩემი კურსი ისე არის საწყობილი, რომ ჩვენ ჯერ ტრანსფორმაციას გავდევართ სრული და მე ჩვენ თავს ვეხმარებით და მე უკვე სხვებს ვეხმარებით და იმიტომ რომ ეს არის ძალიან მართლა, ნუ პირველ რიგში შენ თავი თუ არ განიკურნე, სხვებს როგორ დაეხმარებ, განიკურნები. შენ განიკურნები იმით, რომ შენ ნამდვილად წახვალ იქ, სადაც შენ იქნები კარგად. აქ გეუბნებათ, გაგიხსნება თქვენ აუცილებლად რაღაცა ცოდნა, მიიღებთ ამ ცოდნას, თქვენ მაგისთვის საშუალებაც მოგეცემათ, თავარი გადაწყვეტილება მიიღეთ. და პლუს კიდე გეუბნებით, აქ თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც თქვენ არ იცნობთ ჯერ. ეს იყო პირველი ინფორმაცია ჩვენი, ხო? აუცილებლად, ან ვიღაცა ინტერნეტიდან ვიღაცა მოგწერთ დაუშვოთ, ხო? აი დაიწყებთ თქვენი ურთიერთობა, ნუ თქვათ რაღაცა, ხო? აქ კიდე ვიღაცა დაწინაურება იქნება, სხვათა შორის ეგეც და აი რაღაცა თქვენ არ ცელოდებით, მაგრამ აუცილებლად რაღაცა დაწინაურება იქნება. არა ახალია, მეთქი იცნობ თუ არა, ახალი ადამიანი არის, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ნამდვილად შეცვლის შენ ცხოვრებას რა. და რომელიც მართლა მოგცემს შეიძლება იმას, რასაც შენ არასოდეს და არავისგან არ აქვს მიიღებული. აი სუსხვანაირი ადამიანი, ვაფშე სუხვანაირად აი ნახეთ როგორ მოდის. არა, სუხვანაირი ადამიანი არის, რომელსაც შენ გაიცნობ, რომელი ახალი ადამიანი კი, რომელიც სრულიად შეცვლის შენ ცხოვრებას. ანუ ეს გულის ტკენები და ეს სულ ყველაფერი აღარ იქნება, ნახეთ განახლება. სოფში სულ ახალი ადამიანია. კი. ეხლა ეს ადამიანი არის მარტო, მაგრამ მაგასაც უნდა ბედნიერებთ, აქ ეს დასტარა თუ გადმომიტრიალდა. რა უკუღმა მაგითხინებ. კი. აქ ამის ცხოვრებაშიც მოხდა რაღაცა ესეთი სიტუაცია, მქონდა, ანუ ნახეთ როგორი თემა. ამ ადამიანს აქ გამოვლილი ესეთი პერიოდები, რაც შეიძლება თქვენს გამოიარათ. გაიგეთ? ანუ რაღაცნაირად აი ბევრი თემები, რომელიც იყო მისთვის, ანუ არ არის ესეთი ვიღაცა, რომ ბაიბურში არ არის, რა არის, თქვა ახლა დაკარგვა რა არის, ტკივილი რა არის და იმიტომაც მიესწრაფება ეგა ბედნიერებისკენ. მაგას ყველა ადამიანს ნორმალურს უდნა ბედნიერება და ამიტომ ეგაც ახლა შეიძლება გადაწყვეტილებას იღებს, რომ აი მეც არ მინდა რა უკვე მარტო ვიყო ჩემთვის, არ მინდა სულ აი ეგეთი სიტუაციები მქონდეს რა, აი როცა სხვათა შორის შეიძლება ეს ადამიანი даже რაღაცა პერიოდი ან იყო ურთიერთობაში, სადაც აი ძალიან ცოტა ცოლი ყავდა ისეთი რა. даже შეიძლება დაუტოვა ყველაფერი იმ თავის ცოლს და ვშე წავიდა. ნუ შეიძლება შვილებიც შეიძლება ყავდეს, მაგრამ აი აქ ცოტა ურთიერთობა შვილებთან. ისე არის რა. კაი, всё, ამაზე ჩვენ არ ვშლით, ეხლა გადავედით ეხლა საწყალი კაცი ხა.
დავუწყოთ მაგის გამოდრ, ხო? არა, ჩვენ ამას ვტოვებთ, ჩვენ იმპერატორი მოდის, აქ ვიღაცასთან იქნება даже ძალიან სერიოზული ურთიერთობაზეც გადახვალთ. აი, მართლა არ ელოდებით, მაგრამ აი დაინახსოვრეთ, რომ ეგეთი ადამიანი აუცილებლად შეხვდებათ, შემულამაზებო, აუცილებლად. აი, რას მოგიტანთ უკვე ეს ახალი ადამიანი, მაგაზე უკვე ჩვენ გავშალოთ შემდეგში.